მურმან ლებანიძის ლექსი აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს არის მძლავრი პოეტური გამოხატულება სამშობლოს სიყვარულისა და მისი დაცვის აუცილებლობისა. ლექსის ძირითადი თემები და მოტივებია: უცხო ტომის კაცი ცდილობს აფხაზეთი საქართველოს მოსწყვიტოს, საქართველო ბრძოლის უნარიანია და შეუძლია პასუხი გასცეს, მითოლოგიური მოტივი არგო სამშობლოს სიყვარული, პროტესტი, მტკიცე პოზიცია. ლექსი გვასწავლის, რომ სამშობლოს სიყვარული არ არის მხოლოდ მშვიდი გრძნობა, ის არის მზადყოფნა მის დასაცავად, ჩემს სისხლს დალევს უწინამძს, არის გაბედული პროტესტი ნებისმიერი მტრული განზრახვის წინააღმდეგეს. პატარა ლექსი დიდ სათქმელს იტევს. სამშობლოს სიყვარული არის მარადიული, როგორც თავად ზღვა და უძლეველი, როგორც მისი ტალღები. ლექსში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფრენი „აფხაზეთი ჩემი“, რომელიც სამჯერ მეორდება. ეს გამეორება არ არის შემთხვევითი, ის გამოხატავს პოეტის მტკიცე პოზიციას და უდავო უფლებას მშობლიურ მიწაზე. ყოველი გამეორება თითქოს უფრო და უფრო ძლიერდება, უფრო მეტ სიმტკიცეს იძენს. განსაკუთრებით საინტერესოა ზღვის მოტივი ლექსში. პონტის ზღვა, შავი ზღვის ძველი სახელწოდება, აქ არა მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტია, არამედ ისტორიის ცოცხალი მოწმეა. მასში ჩაძირული გემები წარსულ ბრძოლებზე მოგვითხრობენ, ხოლო არგოს ხსენება აფხაზეთის უძველეს ისტორიასთან გვაკავშირებს.